მე ვარ ლიზა გოგიბერიძე 8 წლის. სწავლობ მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, მუსიკა, კითხვა და ჰოროსკოპებზე ინფორმაციის მოძიება. ყველაზე მეტად მიყვარს ჰოროსკოპებზე ინფორმაციის მოძიება. ამას სფეროთი დავინტერესდი 5 წლის ასაკიდან. უბრალოდ მაჩოქა დედიკომ რაღაცა წიგნაკი, სადაც ეწერა ყველანაირი ზოდიაქოების და მაქედან დავიწყე ზოდიაქოებზე ინფორმაციის მოძიება და ძალიან დამაინტერესა. იმ წიგნში წერია ზოდიაქოების ხასიათები, თუ ვის უნდა ანდოს დაიდუმლო, ან თუ მასთან დამეგობრება გინდა, ჯერ რა უნდა გააკეთო, რომ იმ ადამიანს დავმეგობრდე. ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ მითხარი გამიკვიე ჩემ ზოდიაქოებზე, რამე მითხარი, როგორი ვარ, რანაირი ვარ, რა მომელის, ხოდა სულ მეუბნები, რომ გამომიცნე ისკენ და ძალიან მიღლები ხოლმე მაგაში და სხვათაშორის ეს ყველაფერი მომწონს, ანუ არ მხლის ეს ყველაფერი და ეს ჩემთვის სიამოვნებაა. თუ ზოდიაქოს სწორად შეარჩევ, აუცილებლად ყველაფერი ახდება. ჩემი ნება რომ იყოს ზოდიაქოებში ერთ ნიშანს აუცილებლად დავამატებდი. სახელი ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ ხასიათები უკვე ვიცი, რომ ერთი ზოდიაქო მაინც ჭირდება. აი უფრო არც ერთი ზოდიაქო არ არის ისეთი, რომ არის მშვიდი, წყნარი, მომთბენი. ანუ დღესთან მასეთია, მაგრამ ისიც შურს იძლეებს აუცილებლად. და ჩემი აზრით, ისეთი ზოდიაქო უნდა, კიდე მე-13 ისეთი ზოდიაქო უნდა იყოს, რომელიც იქნება შვიდი, მომთმენი, მზრუნველი, მაგრამ ჯერჯერობით ესეთი ზოდიაქო არ არის. მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. ერთხელ ინტერნეტში შევხვდა ხატვის რაღაცა გაკვეთილი. ჩავთე და იგივე გადავხატე. მშობლებს მომჩვენი, მათ ძალიან მოეწონათ, მაგრამ ჩემი ნახატები დიდად არ მომწონდა. შემდეგ უფრო შევეცადე, რომ ჩემი ნახატი მიან თვითონ მომწონებოდა. შემდეგ ბებიამ დაპირდა, რომ თუ კარგ ნახატებს მოჩვენებ, აუცილებლად შეგიყვან ხატვის წრეზეო. ხატე მოვიდომე და ბებიამ შემოყვანა ხატვის წრეზე და მაქედან დავიწყე ხატვა. ყველაზე ხშირად ხატავ ჩემ მამიდას, იმიტომ რომ ძალიან მენატრება ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად ჩამოდის ხოლმე. ასევე ხატავ სხვადასხვა ადამიანებს. მიყვარს ბუნების დახატვა და ნატურმორტის. ყველაზე რთულია ნატურმორტის დახატვა და ყველაზე ადვილია ჩემთვის ადამიანების დახატვა, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ უკვე და ძალიან ბევრჯერ დამიხატავს. ძალიან ბევრჯერ დამიხატე ავტოპორტრეტი და ერთმანეთზე უკეთესი გამოდის. ჩემი საყვარელი ფერი არის ცისფერი და არ მიყვარს მწვანე. მწვანე იმიტომ არ მიყვარს, რომ ბუნებას როცა ვხატავ, მწვანე ფერი ძალიან ბევრჯერ ხდება ბუნებაში და ეს ყველაფერს ხდის სულ მწვანეს და ყველაფერი რომ მწვანე ხდება, აღარ გამოდის ლამაზი ნახატი, ამიტომაც არ მიყვარს მწვანე. მიყვარს თითქმის ყველაფერი გამოყენება. ანუ ბებია მეუბნება, რომ თეთრი ფანქარი რისთვის არის, მაგრამ მე იმდენჯერ ვიყენებ ხოლმე, მაგალითად თეთრი ფურცლებზე რო ხატავ ხოლმე, ჭირდება რაღაცა კონტურების გასაკეთებლად, რაღაცა შესაფერადებლად, ჩრდილის, ბრწყინვალების. ხატვა შესვლა მასწავლა, მთლიანად ხატვა, იმიტომ რომ სწორად არ ვიცოდი ხე როგორ დამეხატა, როგორ დამეხატა სახლი, როგორ დამეხატა ადამიანი. მასწავლებლის წყალობით დავეუფლე ხატვის ტექნიკას. ყიდველი რომ იყოს, სიამოვნებით გავყიდი ჩემ ნახატებს. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდიდი ჩემს საოცნებო სახლს. ეს სახლი იქნებოდა 3 სართულიანი, ექნებოდა დიდი ეზო, იქნებოდა ზღვის პირას და დავპატიჟებდი ჩემ მეგობრებს და მოვაწყობდით პიკნიკს. ამ ფულით დავეხმარებოდი ასევე გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ ბავშვებს. ავაშენებდი უფასო ავადმყოფებს და ოპერაციებიც ექნებოდა უფასო. ნახატები შეგროვება მინდა, მაგრამ ვერ ვჩუქნი და ვერ ვახერხებ. მინდა ისე კარგად ხატავდე, რომ ჩემი ნახატები მუზეუმში იყოს და მილიონებად ყიდიდნენ. ჩემ სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი და მეგობრები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ცოდნა ცენტერაძე. ყველაზე მშვიდია ანა კირკიტაძე. ყველაზე ბედნიერია სალომე შავაძე.
მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და ბრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია მუსიკა. საყვარელი მასწავლებელია ნატალი ჩიჩუა. ის ძალიან თბილად გვექცევა და ასევე ძალიან უყვარვართ. ჩემი აზრით ნატალი მასწავლებელი ყველაზე მეტად მე მიყვარს. რა გავიზრდები, მინდა გამოვიდე ტატუ მასტერი. ბიძია მაჩუკა პატარა ჩერჩოში გამოსახული რაღაცა ფორმები და ეგ ხელზე უნდა დაგედო, ასევე იყო პატარა გულის ფორმის კალამისავით და იმ ფურცელს როდესაც დაიდებდი, შეგეცნო მეორეში ის კალამი დაგეჭირა და შემოგეხაზა და აქედან გაკეთებინა ტატუები და ასევე მარტივად ჩორდებოდა. ამ საჩუქარმა შემოაყვარა ტატუს გაკეთება და ამარჩევია პროფესია. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ვეტერინარი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ მქონდეს ტატუს გაკეთების უფლება. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო და მამა. მინდა მყავდეს კიდევ 2 და. დედის ერთობაში ცუდი არის, რომ არავინ არ ყავს, ვიღაცას ეთამაშო, რაღაცა ასწავლო, მასთან ერთად გაერთო და კარგი არის, რომ შენობაზე ხარ და ნერვებს არავინ არ გიშლის. მამიკო არის სიმპათიური, კეთილი, ძლიერი, მამაცი. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი, კეთილი, მოსიყვარულე და ფეხმძიმე. იმედი მაქვს, ჩემი დაიკოც, ჩემსავით კარგი გოგო იქნება. შეიძლება ერთი რაღაცა თქვა? მე ვარ ბებიების გოგო და ბებიებში ძალიან განიმართლა. მე ვარ კარგი დიასახლისი, სახლსაც კარგად ვალაგებ და კულინარობაც კარგად გამოდის. პირველად საჭმელად გავაკეთე, ვიყავი 6 წლის და ეს იყო ბლინები. ახლა ყველაზე კარგად გამოდის კაპკეიქების გამოცხობა. ზემოდან რაღაცა ან ჩვეულებრივი დამცხვარია. ოღონდ შიგნით რაღაცა ხილის ან რამე ჩვეულებრივი და გარედან უბრალოდ რაღაცა შეკვრა აქვს. ესე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ 9 კლასში და ვუკრავ ვიოლინოზე. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა თითების მოძრაობა, იმიტომ რომ ერთ ხარეს რო უყურებდი, მეორე ხარე ეგერ უყურებდა და ორივესთვის უნდა მიმექცე ყურადღება. ყველაზე უფრო გამიადვილდა ნოტების შესწავლა. მქონდა 2 გამოცდა და 1 კონცერტი. უფრო მომეწონა კონცერტი, იმიტომ რომ კარგად დაუკარი და ყველას მოეწონა. დუეტოშიც დაუკარი და მარტოს დაუკარი, მარტოს ერქვა ტოქტო და დუეტში რაც დაუკარი, მას ერქვა ფისუნიები. მაინც ვიოლინოზე სწავლა, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ერთხელ ვიდეოში შემხვდა გოგონა, რომელიც უკრავდა შემოდგომის ვალს. შემდეგ დაუძებნე, ვიპოვა სხვადასხვა ვიოლინოზე დაკვრის ცერემონიები და მეც ძალიან მომეწონა. ვიოლინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე პიანინოზე. მიყვართ კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰენზელი და გრეტელი. მე მწერალი ვიყავ, წიგნს დავწერდი მეგობრობაზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები. მე ასევე მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა მეზობელი დათვები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა დროის მართვის სუპერ ძალა. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლიზა რომ არ მერქოს, რა მერქმეოდა? მე ლიზა დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლიზა რომ არ მერქვა, ალბათ მერქმეოდა სალომე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია მარიამ ჯოლოგუა. ბედნიერი ვაჰარის მეგობრობა, ოჯახთან ერთად დროის გატარება და დაიკორო შემეძინება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.